საღამო მშვიდობის ულამაზესი შეფუთვით მივიღე ამანათი გოგოებო. ნახეთ, გემრიელად მიირთვით. აქ არის ნაყინები. მოდი მათ ეს გახსენიდედი. აი ეს გახსენიდე. მათე გახსნის ახლა. ესე. როგორ? აი ეს. აი ეგ. შეიძლება რომ ესეც ამოვიღო. დაიცადედი იქნება ესე ამოვიღო. მოიერაფეგრეცა რა. მოიცა? არ გააფუჭო, არ გააფუჭო. არ გაფუჭდება დაწყნართი. არ გააფუჭო. მე მეჩივნა რომ ხვალ გამეხსნა, მაგრამ მათე რას მოითმეს ხვალამდე. წერილი წაიკითხება დედი. გემრიელად მიირთვით. გემრიელად მიირთვით? ესეც გახსენი, მოდი. ეს. ნელა. აი ეს უგემრიელესი ნაყინები. აბა ვნახოთ მათე როგორი გემოაქ. არა, უნდა შევინახო მოცივაში. მოცივაში უნდა შეინახო? დედა. აი ეს. მოცივაში ჩავინახო. 4 ულამაზესი ნაყინი. შენა. მე რა თქმა უნდა ხვალისთვის შევინახავ და ხვალ ყავასთან გემრიელად მივიდმე. შავია აბაზი. დილა მშვიდობის, როგორ ხართ მოგიკითხავთ ყველას ჩემო გოგოებო, დიდი სიყვარულით. გარეთ ჯეჯერობით არც ხელა, მაგრამ იმედი მაქვს რომ კარგი ამინდი გამოვა. არ არის გამოცხადებული წვიმა. გოგოებო, გუში პატარა ვიდეო გადავიღე, ნახავთ ახლა, შევსვა აუცილებლად. და არ გამისინჯია მე ეს ნამცხვარი მეგონა ნაყინი ეს. თავიდან და თურმე ყოფილა ნამცხვარი. ისე კი ვიფიქრე რომ მეთქი როგორ მოიტანს ნაყინს, ხო გადნებოდა ნაყინი. მაგრამ იმდენად გავდა ნაყინს რომ მეგონა რომ ნაყინი, მაგრამ არის ნამცხვარი და რა ვიცი, აი როგორი ლამაზია. რო შეჭამო, ისიც კი გეცოდება. ისინი ნახევარი ბიჭებმა შეჭამეს და ნახევარი დატოვეს. ეს მიირთმევენ. ხო და ყავა მოვადუღოთ ახლა. და ეს სიურპრიზის ეკუთვნის ეკას. უკვე არ ვიცი რა ვთქვა. უღრმესი მადლობა ეკა, სიტყვები აღარ მყოფნის. ძალიან დიდი მადლობა. მათ ეს გახარებისთვის არ დაიძინა სანამ არ მოვიდა. მათ ესეთი ჩემი გახარებისთვის. უღრმესი მადლობა. ყველას გახარებისთვის 4 ძალია. და 4-ნივად ჩვენც. ეხა ყავას მოვადუღებ და გემრიელად მივიდმე. აი ეს მაინტერესებს. ეს. ერთი გულას. სენინიკას და მათის. შევინახავ ისე. და უადგებიან. მიიტყევენ. ნუ მოკლედ. ესეც ეკამაჩუკა. და ყოველ დღე მახსენდება რომ ვადუღებ ყავას. ისედაც მახსენდება.
და ეხლა საერთოდ უამრავი მადლობა შეინერგა და მიგახარ ძალიან აქ ყავა აღარ არის გამოილია ამის სიგარეტის გემოს ვეღარ ვგრძნობ გოგოებო საერთოდ. როგორ იცის მიჩვენა თავიდან რომ მოვსვი, ესე იგი ისეთი გემო ქონდა, რომ არ ვიცოდი დავლევდი თუ არა საერთოდ. გადაყრათ დამენანა. და ვეღარ ვგრძნობ. ესე იგი გოგოებო მილიონ პომადას ვყიდულო ჩემი ფერი პომადა მე როგორიც მინდა ვერ მივაგენი და ვერ ვიპოვე არ ვიცი ეხა ბოლოს წითელი რო ვიყიდე ნუ წითელს ეხა ყოველდღე ხო ვერ გამოიყენებ მე მინდა ყოველდღიური და წითელიც ვიყიდე და ვიყიდე კიდე იასამნისფერი მაგრამ ისეთი მუქია მე ფაბრიკიდან გამოვიწერე. აი ვერა მაინც ჩემი ფერი პომადა ასერთი არ არის და ეხლა მინდა რომ ვიყიდო იცით რა ძალიან მაინტერესებს ნუკის კენდი. ხელფასს რო ავიღებ აუცილებლად უნდა ვიყიდო. რო ისმევს თვითონ ისეთი ლამაზი ვარდისფერი აი ზუსტად ეგეთი მინდა. უბრალოდ ჩემ ტუჩზე არ ვიცი როგორ დაჭდება. ეხლა რაღაცა უბრალოდ ბზინავს, რაღაცა წავისვი. აი ვერ მივაგენი. მეიბელინს აქვს კიდე ერთი ფერი, რომელიც მომწონს და მიზღამში არ არის. რამდენჯერაც მე ფული მქონდა და მივედი, იმდენჯერ დეფიციტში. აუცილებლად უნდა ვსინჯო კენდი. ძალიან მაინტერესებს. აი ძალიან. და ეხლა იმ დროში რომ დამერიცხება ხელფასი, აი ვიყიდი აუცილებლად. და ვნახოთ ესე როგორ მომეწონება. ვერ მივაგენი, ესე იგი ვერ მივაგენი და იასამნისფერი, მოვარდისფრო იასამნისფერი აწერია, მაგრამ არ ვიცი სხვა არის ხოლმე რა, ის არ არის ხოლმე, რაც მე მინდა. რო იყოს. ყვავილებია, ზემოდან ნახეთ რა საფარელია. ძალიან გემრიელია. აი ნახეთ. შიგნიდან როგორია. ავასანი იქნება სუპერი.
გემრიელი. ეს ნამდვილი ვარდები აქ. გუშინ მე დაიკავლაპარაკობდით ჩვენები გოგოება როგორ დაიხვეწნენ. ჯერ რაღაცა შეფუთვა აქ ხო გაჩვენეთ. და ისედაც უგემრიელესია. სამთლებიც ეგეთი ძალიან ლამაზი მოვიდა. Ontos. Plan namsfall. Schokolade. Schöne რომ იქნება ეს ძალიან კალორიული. ცოტაც მე არ მინდა შაქარი, იმიტომ რომ ეს ტკბილია. აბა, მოჩა. კაფე. ძალიან გიგია ესეც. ნდოყარა. მე გაზემოდღებული ძალიან მიყვარს გოგოები. ძალიან თვითონ პროცესიც მსიამოვნებს ხოლმე რაღაცნაირად გაზეროვადებ. ის არის რომ ერთ ჩიქაში გროვდება სულ ხოლმე კაფე. სულ მთლიანად. მე ესე მოვხდი ხოლმე მე. ეხლა მომაქვს მეორეში. ეს წავედი კაფე. ამას დაგიტო ყავასთან მთლიანად ვერ შევჭამკია და ახალი აღარ ამოვიღე. სწორად ამოვიღე უკან ჩავაბრუნე და მივხვდი რომ ვერ შევჭამ მთლიანად ძალიან ის არის. რა ქვია, გემრიელია და ძალიან კალორიული იქნება ეს ეძახნა. ასენი მეგონა ნაყინი მე თავი. სურათი რომ ნახე. რა შეხარი? აი ყავა მოგიტო არ მიყვარს შენ რა. რატოობა? ხლიერ არის. აი ესეთი უშაქრო როცა მკვდება და კინოს გაუსინჯე. იმდენად არ სიამოვნებს რომ მე თვითონ ყავას აღარ მინდა. შაქარი არა. საერთოდ არა იქით იქნება ერთი წუთი.
ამას ღიას დავუტოვ. წუწუნებს რო ყავას ის არა აქვს შაქარიო და ესეთი ტკბილია. აღარ მომდება შაქარი. ჟანა მშვიდობაში მათ ეს ბოტასები წარმომიდგენია როგორ გაეხარდებოდაო, არაფერიც არ გაეხარდა. ბურთი უნდა. სულ ახალი ბურთი უყიდეთ, ხო იცით ეხლა უყიდე. ერთი რამდენი ხანი ერთი კვირა იქნება გია? არც იქნება და ისევ ბურთი უნდა. მე ბურთი უფრო გამეხარდებოდა ვიდრე ბოტასები. მზია მომწერა. ნონა მშვიდობაში და სიხარულში მოახმარა სუფალმა მათუნია ბიჭისო. გილოცავ მათუნია საყვარელო, მათუნა საყვარელო მშვიდობაში გაცვითეო ირმა მომწერა. დიდი მადლობა გოგოებო. ეს გამოსაქვეყნებელი კომენტარები რაც იყო, ეს წავიკითხე, თორე ისე მეტი იქნება. და კიდე ეს მაგოგო მომწერა კი არავაცა ჩვენ ვიდეოზე და იცი უნდა გითხრა ახლა დავიკითხოთ და სუხი მივწერე. ნახე. ერთად რო ჩავწერეთ რა ვიდეო მაგაზე. ბავშვებს. მართლა მივხვდი მე რომ სიტუაციას გააჩნია ამ გოგოს მოწერილმა და მაფიქრა, თუმცა მე მაინც მგონია რომ მე რო ვთქვი რომ უნდა გაზარდოს მეთქი მშობელმა, მე მაინც მაგაზრზე ვარ რომ მშობელმა უნდა გაზარდოს. გააჩნია ფატი მომწერა. გააჩნია მშობლებს, თქვენ თვითონ თქვით რომ ახლანდელ დროშიც სცემენ ბავშვებს. ამ შემთხვევაში მოსიყვარულეებია გაზარდოს უმჯობესია. არც ტრენინგი უშველის მოძალადე მშობლებს. ესეთი ერთი სიტყვით ძალიან რთული თემა და ასე მარტივად დასკვნის გაკეთება ცოტა რთულია. თქვით რომ ძალადობა მიუღებელია. ხო, მაგრამ ბებიამაც ხო შეიძლება სცემოს ახლა. ყველა მოსიყვარულე ხო არ არის? აი კაი. მანდ გამორიცხვის პრინციპია, იმიტომ რომ ხო და მართლა თუ მოძალადე არ მნიშვნელობა აქვს, ახლა მშობელი იქნება ძიძა თუ ბები, ხო? ეს უკვე სხვა საკითხი არის და ეს იმასთან არ არის დაკავშირებული რა ჯობია. ჩვენ ზოგადად რაც ვთქვით, მშობელი თუ კარგი მშობელია. ხო. ნუ თუ კარგი მშობელია და კარგი ბებოა, მაინც უპირატესობა აქვს მშობელმა გაზარდოს თავში. ეგ იგულისხმება რომ მაინც ახლა ღმერთმა მშობელს მიაბარა შვილი. არა ბებიას, ბაბუას და ძიძებს, ხო? მაინც მშობელია. მაგრამ მაინც აი აქ არის საქმე ზუსტად რა. მოძალადე ჩვენ თუ ვიცით რომ ვინმე ძალადობ შვილებს, მე მგონია რომ თავიანო დავხუჭოთ. ეს არის გაიჭარბა. უნდა დაისაჯოს ესეთი ადამიანი. ესეთი ადამიანი უნდა დაისაჯოს აუცილებლად. ვინც ბავშვს ცემს ურტყავს და თუნდაც სიტყვიერ მაშინ ყავს. სიტყვიერად ძალადობს. დღესაც მაგაზე გინდა ისაუბრო? მორჩი. всё. უბრალოდ ამას ამ გოგოს მე ვუპასუხე, მაგრამ
სენსიტიური თემაა და როგორ არის იცი, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია ინდივიდუალურ სიტუაციაში. შეგინდა ამ თემაზე ისაუბრო? არა, უბრალოდ ბოლოს დასკვნის სახით რო ვთქვა რა. ეს ხო ყველაფერი ინდივიდუალური სცენარია ყველას ოჯახში და და დავფიქრდი მე სიტუაციას გააჩნია. ერთი სიტუაცია. რა სიტუაცია ოჯახში? ხო, თორე არის შემთხვევები, როცა მშობლებს შვილებს ჩამოართმევენ ხოლმე ის სახელმწიფოც კი. ხო, ეხლა ბევრი მაგალითად იძულებულია წავიდეს ემიგრაციაში, შვილი დატოვოს, შეიძლება ტირილით მიდის ამ უნდა რა ბავშვის დატოვება, მაგრამ აი იძულებულია, სხვა გზა არ აქვს, ვერ არჩენს. იძულებული სხვა არის ჟანა და ჯობია არ ჯობია ეს სხვა რაღაცაა. ეხლა ხო, სიტუაცია განა ის კი არა ვიგულისხმე. მაშინ რაც ვისაუბრეთ, რომ არ უნდა წავიდეს. როცა გამოსავალი აღარ აქვს ადამიანს. ამასაც შვილისთვის აკეთებს. კი. მივხვდი, განა შვილის საწინააღმდეგოდ კი არა. ზუსტად რომ შვილის გამოაკეთებს ამასაც. მის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას. რო რაღაცნაირად ისაუბროს, არჩინოს და დაეხმაროს. განათლება მისცეს. და ასე შემდეგ. ესეც შვილისთვის აკეთებს, თორემ აქ ჩვენ ძირითადად უფრო ლაითად მივისაუბრეთ იმაზე, რომ აქ ვერ ვარიან რა და უბრალოდ სამსახურში აქვე მიდის და ძიძას ყავს და სიტყვაზე, ანუ არც ეგ არის გასაკრიტიკებელი, აქ საუბარია უმჯობესი რა არის. თორე შესაძლოა სულაც არ იყოს ემიგრაციაში და ადგილობრივად იყოს ემიგრაციაში, იძულებული არის რომ მუშაობდეს, რომ ის სხვა გამოსავალი არ აქვს. ზუსტად ეგ თქვი. რა მნიშვნელობა აქვს საზღვარგარეთ წახვალ სამუშაოდ თუ აქვე? თუ კი შენ ფიზიკურად დრო აღარ გიჩება, რომ ბავშვს მიხედო. და დამხმარებ ჭირდება. რა თქმა უნდა ეს სხვა ნიუანსია, მაგრამ უფრო ეხებოდა იმ კატეგორია ხალხს, ვისაც აქვს ეს უფუნება, რომ გაზარდოს თავისი შვილი და ამას არ აკეთებს. უფრო იმ ადამიანს ეხება, ხო? აკეთება თქო, ისაც იძულებით გადადგმული ნაბიჯები გაშუაშია, შვილი არ უყვართ, ზუსტად რო უყვართ, იმიტომ აიძულებთ გარემოება. ანუ ვისაც როგორ თქვი, ვისაც შეუძლია რომ გაზარდოს და თავს აიღოს. შვილის გაზრდა არის დღეს ფუფუნება, ის ხალხს არასწორია შვილების გასაზრდელი. ხო. ეს არის დიდი ფუფუნება. ხო. და რო გაქვს ფუფუნება და მაინც ამას არ აკეთებ და ირიდებ თვითონ რა თმინდა ეხლა ეს ბავშვის ჩხავილი, ტირილი, პამპერსი, რამის და ჯობია ვიმუშაო რა, წავიდე და ვიმუშაო. და ის ძელი ფრჩილებით ვიარო კაფე რესტორანში და იმან ეს რუტინა იმან აიღოს რა, ამაში გადაუხდი ფულს, მაგრამ შვილი ვარ არ იღებს ამ სიყვარულს. აქ ამაზეა საუბარი, რომ გადამკვდარი არის ის დედა, ვინც გინდაც ემიგრაციაში მიდის შვილების გულით. ამას არც ერთ შემთხვევაში ვერ დააკრიტიკებ. ვერ. მისის აქ დარჩენა შეიძლება შვილისთვისაც კატასტროფა. ვლაპარაკობდი გუშინ მე მაგ თემაზე. აღარ გავშალე. კონკრეტულად მაგაზე არც მიფიქრია, რომ ბევრი მართლა ტირილით ტოვებს შვილებს და ისე მიდიან. რაქნან სხვა გზა რო არა აქვს. ამაზე არ არის ლაპარაკი, არავითარ შემთხვევაში. არა, მაგაზე ვინ გააკრიტიკებს. თვითონ რო იტყვიან გულის ფიცარზე უწერიათ შვილები სახელი და მომავალი და ის აკაცრულია რო იტყვიან ნერვიულობის გამოსასე გული. ხო, ზუსტად კი. ესეთი დედა რო უნდა გააკრიტიკო და გაამტყო. რადიკალური ზონა არის, ხო? თავის თავს სხვა გზა რო არა. ამ სიყვარულს მარტო ბავშვს კი არ აკრებს, თვითონაც ნაკლებობაში ამ სიყვარულს შვილს რო ვერ ახედავს და ამ სვერფლზე მიდის ჩა. კი. თვითონაც სვერფლად ძდებს თავის დედობრივ გზნობას, რომელიც ყოველდღე შვილის მოხდენა. განა არ უნდა. რა თქმა უნდა. უნდა, მაგრამ რამდენი მინახია რომ ტირიან რომ ჩემ შვილების გარეშე ცხოვრობ და დრო გადიდა ცხოვრება გადის და არიან გმირები ჟანა და მაგათ ვერ გაამტყუნებ ერთ შემთხვევაში. მაგრამ თუ მეუღლეები ყავთ და ისინი რო იტყვიან დომინოს თამაშობენ ეზოში და ისინი გახდნენ იძულებული რომ წასულიყვნენ, აი ეს მართლა ძალიან მიუღებელია.
მეუღლეების მხრიდან. მე კიდე ძალიან სხვა თემაა და რთული. ხო და სხვათა შორის ძალიან ბევრი უფრო ეს ვფიქრობ უმეტესობა მარტო ხელადედები ხوار არიან. ყავთ მეუღლეები და მაგრამ ზოგს ავადმყოფი ყავს, ინვალიდი ყავს. ნუ უამრავი სცენარია და ეგრეთებიც არ იქნება გამონაკლისი. რომ ზარმაცობენ და ცოლები რო იძულებულები ხდებიან წავიდნენ. ესეც მძიმეა. ფორმა დედაშვილის დაშორებისა. თვითონ ოჯახის თავი რო გახდება მიზეზი. შვილს რო დედას დააცილებს. თავისი ზარმაცისგან. ხო. ეს ტრაგედია და თან პლუს კიდე ზიან და ელოდებიან, როდის გამოუგზავნიან თუნს. იქ ნატანჯ ნაცვალებს. მე ამას ვერ ვიფას, ვერ მივიღებ ესეთ დამოკიდებულებას პირადად. ვერ გავამართლებ უბრალოდ რა. ასეთი კატეგორიის ადამიანებს. ჯანმრთელი როცა ხარ. შეგიძლია მუშაობა. ჯანმრთელიზეც აღარ არის ლაპარაკი კაცო. გინდათ ჯანმრთელი არ იყო. ოჯახი მსხვერპლია ჯანი. სიყვარულის გამო ყველაფერს აკეთებს ადამიანი. სიყვარულზე როგორ წერია სახარებაში, ყველაფერს იტანს, ყველაფერს იტმენს. ინვალიდებიც კი მუშაობენ. ხოსი. და წვალობენ, მაგრამ მაინც აკეთებენ, იმიტომ სინდისიერი ხალხი ვინც არის. მაინც აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ. ზოგი კიდე უბრალოდ ბირჟაზე იდგეს და ისა ერთი ბაკალი ლუდი დალიოს. ერთი ბანკა. რუინო გადაყლაპოს და ისა სიგარეტი მოაწეინო, ან გამოუგზავნო ფული, რომ კონდეს ეს სიგარეტის. და შვილი და დედა დაშორებულები არის მაგის. და ხშირ შემთხვევაში მე შვილებიც მიყავთ უკვე. ეგრეთ მამასთან რაღაცა სტოები ალბათ. ცოტა ხანში. ხო. ან საერთოდ მე ისვრება, იშლება ეგრეთ ოჯახი. ემიგრანტობა ძალიან რთულია და ნებისმიერი ვინც იძულებული გახდა რომ წასულიყო და ამ ხელამსხვერპლზე წავიდა რა ძალიან დიდი პატივისცემა ჩვენ ისეთ გოგონებს. რომ არა ემიგრანტები ნახევარი საქართველო არც დაიქცეოდა კი. ისინი ეხმარებიან. ემიგრანტები ხო. ხო ამას წინათ ორივე ვტიროდით, არ გახსოვს? თურქეთში რო ტიროდნენ. ჯაჯანიძე რო ჩავიდა. ვენატრებო. ტიროდი, მეც ვტიროდი. გოგო ახალგაზრდა გოგოც რო იყო, დედა მენატრებო და ვერ ჩავდივარ. რო ჩავიდეო, აქედან ვეხმარებიო. ერთმა თქვა, რომ 6 ოჯახიაო ჩემზე დამოკიდებული. და რა ვიცი. მსხვერპლად აქვთ თავანთი სიცოცხლე გადადებული რა. აქ მყოფი ადამიანები. რო ჩამოვიდნენ იმ 6 ოჯახს რა უკოს. ხო, აი რა უნდა გააკეთო. რა ქნას. განა არ ჩამოვა, განა არ უნდა, მაგრამ აღარ გამოსდის, იმიტომ რომ მაშინ უნდა გასწიროს ის. ნახე ესეთ მახეშია ფაქტიურად აღმოჩენილი. სოგმაგი ეს სახლი გაყიდა მაგის გორისთვის რო წასულიყო, სახლებიც დაკარგეს. ვეღარ მოდიან მართლა იცულებული. ვეღარ, იმიტომ რომ უნდა გასწირონ ეს. ფერმა ვალია იყო და იქიდან ყიდულობს სახლს და აი ძალიან ძნელია რა, ვეღარ მოდი ხარ. ხო და როგორ შეიძლება რომ ვინმე ჩემი ჩვენი სიტყვები რომელიმეს თავის თავზე მიეღო არავითარ შემთხვევაში ჩვენ სულ სხვა კუთხით ვთქვით ეგ რაც ვთქვით. ეს სხვა თემაა შე. ხო. აქ მყოფებზე იგულისხმება და ვისაც ამის საშუალება და კულტურა. იბატონო. მოგწონს კი? მე მაგალითად პირადად ერთი მგზავრი მყავდა, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა. მე ხომ ესმოდა ეს ყველაფერი.
ხო. და თავის დაქალს ელაპარაკებოდა ძიძაზე. ძიძაზე? ხო. რომელსაც 1000 ლარს სუხდიდა ხელფას და თვითონ მიდიოდა სამსახურში, სადაც ჰქონდა ზუსტად 1000 ლარი ხელფას. ხო მიხვდი რა ხდება. ოღონდ სახში არ ყოფილიყო რა ბავშვთან. გაზარდა. და სამსახურში იქ ყავა, ტიკ-ტიკი, ლაპარაკი, ხო ხდები გამოპრანჭვა რაღაცები. ხო, აი ამაზე არის ლაპარაკი. ეჩინა რომ 1000 ლარი სულ მიეცა, რაც ხელფასი ჰქონდა. ოღონდ იქ არ ყოფილიყო ბავშვთან. მე ზუსტად აი ქვეცნობიერში ეს ამ მქონდა, როცა მაშინ ვისაუბრეთ ამ საკითხზე და ხო. თორე ის მშობელი რომელიც იმიტომ მეტი გამოსავალი რო არა აქვს და მაგიტომ იდის ის რა თქმა უნდა მაგას ვინ გააკრიტიკებს ვის აკუპლება ვის აქორი თავი რო იტყვიან არა და რა უცბად იზრდებიან გია ბავშვები მე ძალიან გამეკვირა და როგორ კარგავ მაგ დროს მე თავდატომის საუბარი მათე უკვე დიდი ბიჭი 9 წლისაგან რაღაცაზე აკრიტიკებდა ძიძას და მაგიტო დააყოლა ბოლო მთელ ხელფას სვაძლეო ხო 1000 ლარს სუხდიო სულ ეგამაკ ხელფასიო და წესივრად მოიქცესო და ნუ რავი დაკალზე ესე იგი ისე მალე გავიდათ რომ ისე მალე გაიზარდა მათე შემოგვეზარდა უცბად გაიზარდა გია შეიცვალეს ერთი წელიწადი ერთი წელი ძალიან შეიცვალა და იქ იწეს აღარც მოგვაფერებინებს მე მგონი ეხაც მოდის ლოყას მომიშვეს ხო მოდი ჩაგიხუდო მეთქი და ესე რომ გაიქცეს და ბურთია იყოს ჩქარა მალე მაკოცე რომ გავიქცევ ესეთი სახე აქვს ხოლმე არა ეგრე არ მინდა უნდა ჩაგიხუდო მეთქი მე მოყვარვარ ახლა მაინც ხარ მოვახომი და ჩამეხუდება ხოლმე და აი ამ დროს რო კარგავ ძალიან ძნელია მართლა შენ იკელებ ამ ყველაფერს ამ სიყვარულს შენ ხო კაცია გია როგორ ეფერება ხოლმე დაიცოდეთ და დედა ხო სხვა არის არა მამაც რატო არა მეგორი ღუტება და ეფერება ხოლმე დანახოთ ადრე გერმანიაში მიწასულიყავი ხო საბუთებიც უკვე რო შეავსე და მოგივიდა პასუხი რო არ გაგიშვა გახსოვს კი როგორ ჩაგეხუტა და ტიროდა სიცხემისა დედა როგორი ნერვიულა გახსოვს სიცხემისა მახსოვს ხო ძალიან ცუდად გახდა ძალიან ტიროდა და ესე იგი სახე შეეშალა რა სახეზე აირია ბავშვი ისეთი ცუდად გახდა მე რო აღარ წავედი რომ გადავიფიქრე რამოდენიმე დღე ისე ვარეული ხო ცუდად იყო ძალიან ინერვიულა და მაშინ იყო რამდენი 3 წლის 3 წლის აი ხო ხიდის თავში ცხოვრობდით ძიმები თვითონ პატარა ხო უკვე კაცია 4 წელში 3 წელში უკვე ჟანა ეს ისეთი თქმილია ერთი ცალი თელა სამეზობლო უნდა შევჭამ ერთი ცალი სამეზობლოზე რა გითხრა მაგრამ ერთი სამჯერ დაალევყავას და შიადან ისეთი ნოყიერია და გემრიელია ხო ძალიან გემრიელია ნოყიერი კალორიული იქნება ეს უფ უხშირად ვინმე მიირთმევს დარწმუნებული ვარ გვალიფორო ავეცით ესეთი გამოვიდა ჩვენი დილა გოგო ესეთი გამოვიდა დილის ვლოგი და კიდევ ერთხელ მადლობა ეკას რომ გაგვილამაზა გუშინდელი საღამო დღევანდელი დილა და კიდე 1-2 დავლევ კიდე ყავას და შევატან წავედი გაკოცეთ და დროებით